მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული ვარ განთავისუფლებული დოგოვრების მოგოვრებისაგან რასტარგავის ნიმაი ყველა სახის დაგავრებს მოგოვრებს ყველაზე ყველასთან ზაპრეშავ სეხნა მინას რორიხა პლოხა ვლიაც და დისტრუქციობას ნეგატივობას ზაპრეშავ სეხ буду табнунаца буду джигаца буду сикаца да зло никак не работает никак не действует только обнунается отключается да злири ხე პარტალები ვარონკები закрывается лавушкები отключается да ასე შემდეგ все деструкциები და ნეგატივები отключается ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო არის ისა რა ქვია ნუ მაგიაში იყო დრო მეც ვსწავლობდი მაგიურ რაღაცებს, ლოცვებსა და რაღაცებს და რაღაცები მესმის იქიდან, მაგრამ მაგია არის ისეთი უროვნა, ისეთი დონე, რაც ჩაკეტილი დონე არ არის მაგიაში სწორად გაკეთებული ბევრი რაღაცები. და ასე თქვათ, ეხლა მოვედი მაგალითად იმის აზრზე, რომ მაგია არის, ნუ არ არის სწორად რაღაცები გაკეთებული რა, ანუ არ არის კაი ვარიანტი არ არის სულისათვის და სულის ევოლუციისათვის მაგია კაი ვარიანტი არ არის. ეხლა მაგალითად მაგიაში არის გავრცელებული ასეთი რაღაცა როგორც ბოთლი, ბუტილკა, ბოთლი, защитный ბუტილკა. ანუ არის რაღაცა защитный ბუტილკა, რაღაცა ბოთლი, ასეთი ბოთლი, რომელსაც აქვს თავისი თავსახური, ან ყავის ბოთლი, ან მაწონის ქილა ბოთლი, ბანკა რაღაცა რა, ბანკა მაგიაში, სადაც ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცა ბანკა, სადაც ამ ბანკაში ყრიან ასე ვთქვათ, ანუ როგორ აკეთებენ ეს რაღაცას, რომ ამაში ყრიან так დამსხვრეულ იმებს, რა ქვია, შუშებს, მარილს, დამსხვრეულ შუშებს, ნემსებს ყრიან ამ ბანკაში, კიდე ყრიან, რა ვიცი, ლურსმნები, იგლები, დამსხვრეული რაღაცები იყრება ამ ბანკაში, მერე ვითომ ეხლა ამ ბანკაში დებენ, ვითომ защитას აკეთებენ რა და არა და დამსხვრეული შუშები და დამსხვრეული ისენი რა ქვია ჯართები და დამსხვრეული ბანკები რითაც მძიმდება სული და სულის ის რა თუნდაც ვერ გავიგე. ნუ ეხლა მივხვდი ამას რომ არ არის სწორი რა მაგიაში ბევრი რაღაცები ძალიან არასწორია და არ არის საჭირო საერთოდ ჯადონბაზოს ადამიანმა არ არის სწორი იმიტომ რომ თავის თავს უკეთებს გეგონება ჯადოს და ამაში იყრიან მერე თმებიო, ფრჩხილებიო, ანუ DNK ბიომატერიალებს. ხო არ შეიძლება, რა ქვია, საერთოდ ამ ჯართებთან, იგლებთან, რკინებთან და ფსელს ასხავენ მერე კიდე შიგნით ფსელი რა არის? ფსელი არის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც გამოდევნა ორგანიზმმა. ჭუჭყიანი წყალია, ორგანიზმიდან გამოსული ჭუჭყიანი წყალია. მძღნერი რა არის? მძღნერიანი ორგანიზმიდან გამოსული ჭუჭყიანი წყალი, ხო, ჭუჭყიანი რაღაცა, განავალი. ანუ ორგანიზმმა გამოდევნა ის ტოქსიკური რაღაცეები, ხო? და ხან თმებს ყრიან, ფრჩხილებს ყრიან, ფსელს ასხავენ შიგნით და მერე ამ იმას ბანკას ხუფავენ. მერე ზემოდან აწუწებენ სანთლებს აწუწებენ ზემოდან, რომ ვითომ ისა, გარშემო რა. და ნაჭრებში ახვევენ ამას და თან ვითომ ეს ბანკაო მეო დამიცავსო და ჩემი DNK იქნებაო შენახულიო ამ ბანკაშიო. ესე კი როგორ შეიძლება DNK-ის ესე გარასხოდება და რაზბაზარიოვანიობა, ანუ ისედაც იკარგება ჩვენი ენერგიები და თვითგამიზნული ესე DNK-ის ესე გარასხოდება მართლა არ შეიძლება. თმები და ფრჩხილები უნდა დაიწვას. როგორც კი მოიჭრის ადამიანი თმებსა და ფრჩხილებს, მაშინვე უნდა დაწვას ეს თმები და ფრჩხილები. და თქვას, რომ ვიღებ ამ თმებიდან, ფრჩხილებიდან, რომელიც ასე ვთქვათ, მე აღარ მჭირდება, რომელიც მოვიჭერი, ხო დაწვას. ვიღებ ამ ჩემს ენერგიებს. და ვატრანსფორმირებ ამ ჩემს ენერგიებს ჩემთვის ასიკეთო. თო უნდა დაწვას ეს თმები და ფრჩხილები. ეგრევე და თმებისა და ფრჩხილების ჩაყრა ნაგავში, ჭუჭყებში არ შეიძლება.
უნდა ეგრევე ისა გააუქმოს თავისი დნკ-ური მატერიალური რაღაცეები, რომ ასე ვთქვათ, ხელი არ მიუწვდეთ ავსულებსა და ავძალებსა და საერთოდ რაღაცა ამ ფრჩხილებზე და ადამიანის თმებზე, ბიომატერიალებზე ხელი რო არ მიუწვდეს და ბიომატერიალებს ესე გარაზბაზარიოვა, რაზბაზარიოვნება და გარასხოდება არ შეიძლება. ჰაერზე ისე და ჩვენი ენერგიები ძალიან იხარჯება. უაზროდ იხარჯება ჩვენი ენერგიები. მერე ესე იგი ამას დაახურავენ ეს ბუტილკა, ზაშიტნი ბუტილკა, რასაც ქვია. დაახურავენ თავსახურს, ახვევენ ხან თეთრ ნაჭერში, ხან შავ ნაჭერში, ხან რაღაცაში, ხან სახში ინახავენ, ხან ბოთლებს აკეთებენ, ბუტილკებს, ზოგს ერთი 9 ბოთლი აქვს ესეთი გაკეთებული, რომ ვითომ ზაშიტა არისო ესაო ჩემიო და მტრებს მოხვდებათო ეს იგლებიო, თან კეტავენ ამას. ამაში კეტავენ თავიანთ დნკ-ს, ვითომ ის არისო რა, ჩემი ძალა არისო, აქაო და დაცული არისო, რითია დაცული, იჟანგება მერე ისა, რა ქვია, გულაპკები, ნემსები, ლურსმნები, დამსხვრეული ისენი, რა ქვია, ზერკალები, დამსხვრეული შუშები, მერე ფუჭდება, აკა ყროლდება ამაში ყველაფერი, ხო, რა თუნდა ეს ვერ გავიგე, ეს რა მაგია არ ვიცი. თავის თავსა კეტავს ადამიანი. ესე ვფიქრობ მე არ ვარგა. ზაშიტად უნდა გააკეთოს ადამიანს, ეს ბუტილკა არ ვარგა. ტყუილი გამოგონებაა, ცრუ გამოგონებაა და სატანური გამოგონება არის. და ჭუჭყებში საერთოდ არ უნდა ჩაყაროს ადამიანმა თავისი დნკ და თავისი ბიომატერიალი. თუ უნდა ადამიანს რაღაცა თავისთვის აი ზაშიტები გააკეთოს, ხო ჩაყაროს ბოთლში, კაი რაღაცეები. იქ ჩაყაროს დაუშვათ მარილთან ერთად შაქარი, შაქართან ერთად ხორბალი, ხორბალთან ერთად დაუშვათ რაღაცა სიმინდის მარცვლებთან ერთად ლობიოს მარცვლები, რომელიც არ აყროლდება, რომელიც არ ასუნდება, ჩაყაროს იქ მარილი, ჩაყაროს 1-2 გიშერი ჩააგდოს როგორც თილისმა და არ უნდა აქ დნკ-ებისა და რაღაცეების ჩაყრა, არ უნდა, ამას არ ასჭირდება. თავისი სურათი ჩააგდოს, სურათი შეიძლება, სურათი, ნუ როგორც ატრაჟენია. თავისი ბიომატერიალების ჩაყრა აქ არ უნდა, არც ცხილების არც თმების ჩაყრა არ უნდა. თავისი ის ჩააგდოს, რა ქვია, გარმანიზატორები, დადეკაიდერების სურათები, რაღაცა ლამაზი სურათები დახატოს, ჩაყაროს, დაახუროს ამას თავსახური, გაახვიოს ეს, მაგალითად ეს ბანკა, ბუტილკა, ხო, გაახვიოს. 1-2 ლოცვა ჩააგდოს ამაში, ლოცვა, რომ ეს რა დაუშვათ ჩემი იზობირიები, ჩემი გარმონიზაციები, ჩემი ბალანსირებები, ჩემი სვაბოდა, ჩემი სიკეთე, ჩემი სიხარული არის ხელშეუხებელი. რაღაცა პატარა ლოცვასავი დაწეროს, მოიფიქროს, ჩააგდოს აქ და ეს არის ხელშეუხებელი და ზაშიტური. და გაახვიოს ეს რაღაცა, ანუ ლურჯ ნაჭერში, ან მწვანე ნაჭერი კაი არის, ან ლურჯი ნაჭერი კაი არის. ცისფერი ან მწვანე იზობირიების ნაჭერი კაი არის და ან თეთრი ნაჭერი და დადო სადმე ისეთ ადგილზე რომ იქნება მერე დაუშვათ თუ ეს მარილი და ის ძალიან გაშავდა, ხორბალი და ის ეხლა 1 თვის მერე, 2 თვის მერე, 3 თვის მერე ამეებს რა ქვია, ან დაწვავს, ან გადაყრის, ან რაღაცა, ნუ დაწვა კაი არის, მაგრამ თუ არ დაიწვა ეს რა ქვია, სურათი და რაღაცეები, შეგიძლია წყალს გაატანო. ხო, შეგიძლია წყალს გაატანო სადმე მდინარეში, ან მტკვარში, ან რა ვიცი ეხლა, ან წყალი დააცხა, შიგნით დალბება და თქვა რომ ვაბნულავი, ამას აქედან ვიღებ ჩემს ენერგიებს, სიკეთეს, სიხარულს, დისტრუქციები ატკლუჩ ჩაეცა და ისე გადაყაროს მერე. ნაბნულენი ნანელი კაცი. ხო და ამ ბუტილკების მიწაში ჩაფულა არ შეიძლება. მიწაში ჩაფულა რაღაცეების მით უმეტეს ცოცხალი ადამიანის ბიომატერიალების არ შეიძლება. არ შეიძლება, რატო არ შეიძლება? ცოცხალი ადამიანი მიწა ატრანსფორმირებს ენერგიებს, კი, მაგრამ გააჩნია ეს რა ქვია, რატო უნდა ჩემი მიწაში, რატო უნდა და ცოცხალი ადამიანი ვარ და ჩემი დნკ შეიძლება ეხლა გავიაროს სადმე და რაღაცა ათ მადამი ვარ და ეს ან რაღაცა ჩემი რაღაცა ისედაც ბევრ ენერგიებს ავხარჯავთ.
მაგრამ გამიზნულად მე ეხლა თმები შევიჭრა, ჭყილები შევიჭრა და მიწაში წავიდე და მიწაში ჩავდო ეს რაღაცა, რომ ვითომ ეხლა მიწა არის მატერია. უსულო მატერია მიწა. სცენარეები ამოდიან კი ეხლა ამოდიან მზის სინათლის სიჩქარის დამიხედვით იზრდებიან, ღვივდებიან რაღაცა ამოდიან, მაგრამ სცენარე და მიწა არ მე მიწაზე ვინ გაივლის, რა გაივლის, იქ კატა დააკუკებს ზედ იმას თუ ძაღლი დააკუკებს იმას თუ რას უშესტო გაივლის და რას უშესტო ბინადრობს სად რომენ მიწაზე. ხო რატო უნდა ცოცხალმა ადამიანმა რატო უნდა ჩავდო ჩემი დნკ-ები მიწაში? ეგ არის სისულელე რაღაცებს არის ამ მაგიაში და მეორე რაც მინდოდა ეხლა მეთქვა, რაც გამახსენდა და მინდა ბარემ ახსნა სანამ დრო მაქვს. მეორე არის ეს კუკლა მოტანკა გამოიგონეს ახლა, რომ რაღაცა თოჯინას აიღებენ, ვითომ კუკლა მოტანკა იცავს ადამიანს რა, ვითომ თილისმას აკეთებენ კუკლაზე, ან ვითომ რაღაცა კუკლა არის, ან დათუნია არის, ან ფიფქი არის, ან რაღაცა არის. კუკლა რა არის? კუკლა არის მატერიალური ნივთი, მატერიალური სათამაშო ნივთი. всё. უსულო მატერიალური ნივთი. ნივთი უსულო მატერიალური ნივთია კუკლა. და ამ კუკლას დაარქმევენ ვითომ ზედმეტ სახელს, ვითომ თავიანთ ზედმეტ სახელს, ამ კუკლაში ვითომ ასე შიგნით რაღაცას გაუკერავენ, ან კაბას, ან რაღაცას ჩააყოლებენ შიგნით თავის დნკ-ს, თავის იმას ფჩხილებს, ან თმას, ან რაღაცას და ვითომ ეხლა ეს კუკლა ვითომ ეხლა ჩემი მეორე ნახევარია, ჩემი კოპია და ვითომ მე დამეხმარება რაღაცაში. არ შეიძლება ესე ჩემი კოპია და ყველას კოპია და ჩემი კოპია და ყველას კოპია ისედაც ეხმარებიან ერთმანეთს თავიანთ თავებს და ესე გამიზნულად ესე დნკ-ებისა და იმეების ჩადება უსულო საგნებში, უსულო ბიომატერიალებში, უსულო იმეებში, რა ქვია, კოკლებში და რაღაცებში არ შეიძლება. არის ქვა გიშერი რაღაცა ისეთი ქვები თუ არის ქვა იმის ქვა ამის ქვა რა ქვია კვარცის ქვა რომელიც იცავს ადამიანს. აი ადამიანმა გაიკეთოს გიშრის თილისმა რაღაცის თილისმა, ხო? ან თუ უნდა რომ რაღაცა თოჯინა ყავს, სახში ბევრი თოჯინები ყავს, ხო? ისე დაწეროს რა ქვია არ უნდა ამ კუკლას არაფერი დნკ-ებისა და იმეების სახელების თუ უნდა სახელიც დაარქვას, მაგრამ შენი დნკ გამიზნულად არაფერს და არაფერს არ იცი შენ რა ხდება სამყაროში და პარალელ მირებში. ამიტომ გამიზნულად დნკ-ებისა და თბების აქა-იქა დადება არ შეიძლება. პროსტ აი ესე დახატოს რაღაცა ლამაზი სურათი, ასეთი სურათი მაგალითად, აი გარმონიზატორების სურათია, ხო? რა ქვია, აქ დაწეროს, რომ მაგალითად ეს თოჯინა ზედმეტ სახელად, დათუნია ზედმეტ სახელად, ფისუნია ზედმეტ სახელად, ძაღლუკელა ზედმეტ სახელად რაღაცა, ვითომ ალამაზებს ჩემს ოთახს, ატრანსფორმირებს სიბოროტეებს, ჩემთვის სასიკეთოდ ანეიტრალებს და ასე ვთქვათ იცავს ჩემ ბიოვერს ბიოპოლს, ატრანსფორმირებს ჩემს ბიოვერ ბიოპოლს და ესეთ ლამაზ გარმონიზატორებში, ესეთ ლამაზ რაღაცეებში, ანუ ისა რა ქვია, ჩემს ენერგიებს ატრანსფორმირებს, ჩადე ესეთი პატარა ლოცვა აქ, ან ყაბაში ჩავდი, ან იქ ჩავდი, ან გარშემო რაღაცა ყუთივით გაუკეთებ რაღაცა და всё, დასვი ეს თოჯინები გარშემო ესე და გეყოლება ბევრი ზაშიტნი თოჯინები. ზაშიტნით არ არის საჭირო ეს კუკლა მოტანკა და ამისი იმეების სახელების დარქმევა. სახელები კი დაარქვი, ახლა მე მყავდა თოჯინები, რომელსაც სახელებს ვარქმევდი ბავშვობაში. თუ თოჯინებიც არ მყავდა, მაგრამ მახსოვს 1-2 თოჯინა, რომელსაც სახელებს ვარქმევდი. ისიც დამიმტვრიეს მე ბოროტებმა. ხო და ეხლაც რაღაცას თოჯინები რომ მომწოს, რაღაცა სურათები რომ მომწოს, ხო რაღაცა ისენი რომ მომწოს, ყველაფერს ისე ვხმარობ ნეიტრალურად. აი უყურე ეს არის გარმონიზატორები, ხო და მინდა ეხლა ეს გარმონიზატორები რომ მე ვიხმარო ლამაზად, ხო შემიძლია ამ გარმონიზატორებზე დავწერო ეს ლამაზი სურათები, ატრანსფორმირებს ენერგიებს, ჩემთვის ასიკეთოთ, ჩემთვის ვაბლაგავს, всё, ეს კუკლა მოტანკა ატრანსფორმირებს ენერგიებს, ჩემთვის ასიკეთოთ, ჩემთვის ვაბლაგა. ზაშიშა ჩემს ბიოვერსა და ბიოპოლს, всё, არ არის საჭირო აქ ზედმეტი რაღაცეების გაკეთება და ზედმეტი რაღაცეების
манипуляция და გამიზნულად კიდე იმეების ფულები არ ჩაყაროთ, ფული არ ჩაყაროთ იმეებში, რა ქვია, სადაც აკეთებთ თქვენ защитный თილისმებს, защитный თილისმები რა არის? მაგალითად, ბანკა არის, ხო? ბანკა არის და სფეროა რაღაცა, სფერო ბანკა, რომელშიც ჩავყარე მაგალითად ჩავყარე მარილი, მაგალითად ჩავყარე ცოტა შაქარი, მაგალითად ჩავყარე ცოტა ხორბალი, ცოტა სიმინდი, ცოტა ის ჩავყარე მაგალითად ლობიო ჩავყარე, კიდე რა ისენი არის მარცვლები, ნუ რაღაცა მარცვლები ჩავყარე, მარცვლეულობა ჩავყარე ამაში ლამაზი სურათები, ლამაზი ლოცვა დავწერე, რომ მაგალითად ეს ჩემი რა ქვია ატრანსფორმირებს ჩემს ენერგიებს და ჩემი იზობირიები ბევრდება, ჩემი სიკეთე ბევრდება, ჩემი სიკეთე ხელშეუხებელია, ჩემი ენერგიები ხელშეუხებელია და ამას დავახურე ისა, რა ქვია, ჩავაგდე ამაში გიშერი ჩავაგდე, მაგალითად ქვა ჩავაგდე, რამე კვარცი ჩავაგდე რაღაცა, რომ ეს ჩემი ენერგიებისათვის ტრანსფორმირებს ასიკეთოთ, ხო? და დავახური ამას ბანკა, გადავახურე რაღაცა ნაჭეში და დავდე სადმე, რა ვიცი, ხელშეუხებელ ადგილს. ამაში ფულები არ ჩაყაროთ. არ ჩაყარ, ფული არის, რა არის ფული? ფული არის გამოგონილი მატერიალური ნივთი, გამოგონილი მატერიალური ნივთი, რომელსაც ხმარობთ კი. ხმარობთ, ხარჯავთ, ვიყენებთ, მაგრამ ეს ფული, ანუ ეს გამოგონილი მატერიალური ნივთი ჩვენ არ გვეკუთვნის, აეკუთვნის ეგრეგორიანულ სისტემებს, ეკუთვნის მთავრობას და მთავრობა ის ეკუთვნებს ამ ფულს. ეს ფული ჩვენი იზობირი არ არის, ჩვენი იზობირია სხვა რაღაცა არის. კი ეხლა მუშაობ, დროს ავხარჯავთ, სადღაცა ვართ, რაღაცას თანამდებობრაობთ, ასე ვთქვათ, ფულის გამო, მაგრამ ფული ეს ჩვენი ენერგია არ არის. ეს ფული საჭირო ნივთია, მატერიალური ნივთია, რომელიც იხარჯება. всё, ფული მეტი არაფერი არ არის. რომელიც ასე ვთქვათ, ვხარჯავთ და ვიყენებთ ამას, ასე ვთქვათ, რაღაცების ყიდვისათვის ან რაღაცების შენაძენებისათვის. всё, ფული ეს არის. ეს ფულის თილისმა გასწავლეთ, მე ვისწავლეთ ჩვენ, რომ ფულის თილისმა იდება მარილში და იწერება ზედ ფულზე, ასე ვთქვათ, ისეთი ლოცვა, რომ დაუშვათ ჩერეზამ ფულით, ეს ფულია ჩაიდება მარილში, ხურდები, რაღაცები, ხარახურები ჩაიდება მარილში, შეიკრება ეს მარილში, მარილიან პარკში, ან მარილიან ბანკაში, ან მარილიან რაღაცაში და დაიწერება აქ ზემოდა, რომ ჩერეზამ ფულით, ჩემი ბარაკა ვერავინ ვერ შემიჭამს, ვერავინ ვერ დამაზომბირებს, ვერავინ ვერ შემეხება და ეს ფული დაუშვათ ფუნქციონირებს ხოლო ჩემთვის ასიკეთოდ bez პრივასკები, პრისოსკები, bez პადმენები და bez დაგაორები, მოგოორები და bez ვამპირობები. ეს არის ფულის თილისმა. всё, მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიშე სვეტლიეს სილებს, მადლობა ჩემს წმინდა სულს. ხო, ნუ მეხლა მაგიაში ძალიან ბევრი რაღაცებია დაწერილი, მაგალითად მამის ძის და წმინდა სულის სახით. რა მამის ძის და რა წმინდა სულის სახით? უნას თხოვოს ადამიანმა გულხურვალეთ, რომ აი ჩემო სულო, ჩემო ვიშე სვეტლიესებო, გთხოვ დამეხმარეთ, რომ გადატრანსფორმიროთ ენერგიები, ჯანმრთელობები, სიხარულები, სიყვარულები. არხანგელ მიხაელ გთხოვ დამეხმარე, არხანგელ მიხაელის სახელით. არხანგელ მიხაელს იქნება არ უნდა არავისი დახმარება. რა მამი, რომელი მამა, რომელი ძე, რამა უნდა განაცხადოს, წარმოთქვას ადამიანმა წესივრად, რომელ ცივილიზაციას, რომელ სუშესტოს, რა სუშესტოს, ვინ სუშესტოს, როგორ სუშესტოს, რანაირ სუშესტოს თხოვს, რა დახმარებას ასთხოვს. ბესები არავის არაფერში არ დაეხმარებიან და სერები და არხონტები არავის არაფერში არ დაეხმარებიან. დაეხმარებიან ისევ ანგელოზები და ისევ წმინდა ცივილიზაციები, მაგალითად დაეხმარებიან ისევ რა ქვია გრიედიენცები, არტურიანცები, რა ვიცი, არის კაი ცივილიზაციები, რომელიც თუ გინდა ნურავის ნურაფერს ნუსთხო, უბრალოდ ახსენე, ვიშე სვეტლიეს სილებო, всё, უნდა ახსენოს ადამიანმა, ვიშე სვეტლიეს სილებო, ვიშე სვეტლიე წმინდა სულო, ჭეშმარიტო წმინდა სულო, ჩემო ჭეშმარიტო ვიშია, ჩემო წმინდა ჭეშმარიტო ვიშე სვეტლიე საზნანიებო. გთხოვთ ესე გადავატრანსფორმიროთ ენერგიები ჩვენთვის ასიკეთოთ და მორჩა, всё. იქ არაფერ შუაში არ არის, მამა, ძე და ის არა ისა. всё, ეს მინდოდა მეთქვა.
И все, закрывается порталები, золотые ультрафиолетовые плитები. Все, зло сжигаются, обнуляется.